არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ. ხვალთ ერთი წლის შემდეგ რა გზას დავადგინე. სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა ჯიბეში პატიების ქაღალდს, მაშინ ვერ შევდგებით ბერად და იმპერიის დღეგრძელობისათვის ლოცვაში გადავიტყავებ მოხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი თქვენ ოფრწყინვალებავ. ეს არის ჩემი სიმართლე. გასაგებია. მე ვხედავ თქვენი მეგობრების დევიზი მხოლოდ იერიშია. ეგ დროის დევიზია თქვენ ოფრწყინვალებავ. მაგრამ იერიში დაფუძნებული ადამიანურ თანაგრძნობაზე. და ეხლა მე სწორედ თქვენთან აგრძნობას უნდა მივმართო. ხშირად შეგხვედრიათ და თუთაშხიაზე სანდომი ენდაკეთილი ადამიანი. ენდეთ ინტუიციას. გითხრა თქვენ საკუთარ გულსა და გონებას. განა შეუძლია ამ ადამიანს იყოს ზავი, ბოროტი, რისხანე. განა დევს მის ხასიათში ბოროტმოქმედება და დანაშაული. როდის მე ხომ უნდა ეღირსოს? ჭერს, ოჯახს, შვიდ-ძილს. შევსვათ მანდილოსნის წმინდა ცრამლის სადღეგრძელო, ყველაზე დამაჯერებლისა და ყველაზე შედეგიან არგუმენტისა, ქალბატონ ნანოს გაუმარჯოს. მან ეს არგუმენტი უმშვენიერესი სახით წარმოგვიდგინა. შენ დღეგრძელობისა ეხსნა.